მე ხო ცხონება ვიცი რაც არის, ეს არის მადლით ღმერთობა. ღმერთი ერთადერთია სამყაროში. ეხლა მე ცხოველი ხო არ ვიწუთვნებით, ხო მე ხო თავისუფალი ვარ. ანუ თავისუფალი ყოფიერება მაქვს და ამ თავისუფლებით რომ მე ბედნიერი ვიყო, ერთადერთი საშუალება არსებობს, რომ ღმერთივით ვიყო, იმიტომ რომ სხვა თავისუფალი ყოფიერება სული სისავსე სიკეთისა და ბედნიერებისა მხოლოდ ღმერთია და სხვა ტიპის არ არსებობს. ის არის ნათელი მხოლოდ, სხვა ნათელი არ არის. ის არის სიცოცხლე მხოლოდ, სხვა სიცოცხლე არ არის. ის არის სიყვარული მხოლოდ, სხვა სიყვარული არ არის. ის არის ბედნიერება მხოლოდ, სხვა ბედნიერება არ არის. აქედან გამომდინარე ხო ლოგიკურია, რომ ჩემი მდგომარეობა მის მდგომარეობასთან თანხვედრაში უნდა იყოს, სხვა არ არსებობს. აი როგორც მკვდარი და ცოცხალი განსხვავდება, ისე განსხვავდება ღმერთის ყოფიერება ყველაფერი დანარჩენი ყოფიერებისაგან. ღმერთის ბედნიერება ყველაფერი დანარჩენი ბედნიერებისაგან. ესე იგი მე რო ვიყო ბედნიერი, ანუ მე რო ვიყო სასუფეველში, აი ბედნიერების რაღაც სიმბოლოა, სიტყვა, ხო? ანუ ჩემი ცხოვრება, ესე იგი მის ცხოვრებასთან თანხვედრაში უნდა იყოს, მით უმეტეს ამის პოტენცია ჩემში არსებობს, როგორც ღვთის ხატ და მსგავს არსებაში. ჩემი ცხოვრება რომ მის ცხოვრებასთან თანხვედრაში იყოს, ჩემი აქტიური ენერგია ბუნებითი მის აქტიურ ბუნებით ენერგიასთან ხო თანხვედრაში უნდა იყოს. ხო არ შეიძლება ის იქით იყოს და მე აქეთ იყოს. ეგ არის ცოდვა. ცოდვა არის ღვთის ნებასთან თანხვედრაში რო არ ვარ. ესე გამოდის რომ მე ღვთის ნების აღსრულებელი უნდა ვიყო და თუ ღვთის ნების აღმსრულებელი არა ვარ. მაშინ ჩემი რელიგიური ცხოვრება როგორი წარმატებულიც არ უნდა იყოს და არ არის, იკავ 1000 წარმართული რელიგიებია, რომელიც ჩვენ ვიცით, რომ ბიბლიაში ვეკითხულობთ, სასწაულები ხდებოდა, სასწაულებს ახდენენ. ადამიანს ისეთი ფსიქოსომატიკა აქვს, ისეთი ენერგია აქვს, ისეთი რაციონალური გონიერი აპარატი აქვს, ისეთი ინტუიცია აქვს, რომ სასწაულებს ახდეს და არა მარტო ტექნიკური პროგრესის თვალსაზრისით, არამედ მისტიკურათაც. ეს არაფერს ნიშნავს. არაფერს ნიშნავს. და აი ღვთის ნების აღსრულებელი ადამიანი არის ის, რომელიც მიისწრაფის იმ სრულყოფილებისაკენ, რომლისაკენაც ღმერთი მოგვიწოდებს. და ჩვენ ვიცით, როგორ უფალი, როგორ გვაძლევს მცნებად, იყავით სრულყოფილი, როგორი თქვენი ზეციური მამაა სრულყოფილი.